გასული და მიმდინარე კვირა სავსე აღმოჩნდა საინტერესო სიახლეებით, როგორც შიდა, ასევე საგარეო ველზე. ეს თემები იმაზე უფრო სიღრმისეული არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამიტომ გთავაზობთ მივყვეთ ქრონოლოგიურად და განვიხილოთ რა ხდებოდა საქართველოში და მის გარეთ. რა თქმა უნდა, ვიდეო უნდა დავიწყოთ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანით. ჯერ ამბავს მოვყვები და შემდეგ გადავალ ჩემს აზრებზე და შეფასებებზე. 12 აგვისტოს ტელეკომპანია პირველმა განაცხადა მოძრაობა აფხაზეთისთვის დამფუძნებლის ნუკრი ნოდიას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ საწვავი თბილისიდან ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურის ხიდის გავლით მიეწოდა. ნოდიამ აღნიშნა, რომ გაურკვეველია კონკრეტულად ვის მიეწოდა ტვირთი და რომ მიწოდების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან გავრცელდა. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები: არის თუ არა ეს განცხადება სიმართლე? იმავე დღეს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ნამდვილად საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში მოხდა საწვავის შეტანა, თუმცა ახსნა იმით, რომ ეს არა უშუალოდ სახელმწიფოს, არამედ კერძო ბიზნესის ეგიდით მოხდა. მალევე გაირკვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია სოლიდუსმა შეიტანა, რომლის მფლობელი არის გიორგი არველაძე, ხოლო თვითონ კომპანიას სპეციალური საწარმო სტატუსი აქვს მინიჭებული. არველაძის თქმით ირკვევა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში 300 ტონა ბენზინი შევიდა და გალის იქით მისი გატანა არ მომხდარა. როგორც არველაძე აცხადებს, შეტანის საჭიროება გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ბენზინის დეფიციტის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფიზიკურად ამოწურული იყო საწვავი. შესაბამისად, 40,000 ქართველი ზუგდიდში 20 ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა გადმოსვლას. ეს რით დასრულდებოდა ბუნდოვანია. ბიზნესმენი ამბობს, რომ სიტუაციის აღმოსაფხრელად ჯობდა ჩემ აფხაზ მეგობრებთან ერთად მე შემეტანაო. მისივე თქმით, თუ ასეთი საჭიროება ან ორმხრივი სურვილი იარსებებს, ისევ მოხდება საწვავის შეტანა. ეს იყო მთავარი ამბავი. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ დეტალებზე და შეფასებებზე. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ თუ კი ვინმე არადევნებს თვალს მიმდინარე სიახლეებს ასე ინტენსიურად, შეიძლება იმას გაუჩნდა შეკითხვა, რომ რატომ გაჩნდა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანის საჭიროება. თუ აქამდე არ შეგვქონდა, ახლა რა მოხდა? 2026 წლის ზაფხულიდან უკრაინამ დაიწყო რუსული ნავთობ სექტორის ეტაპობრივი განადგურება. აღმოჩნდა, რომ არმია, რომელსაც მეორე ადგილზე აქვს პრეტენზია, ვერ იცავს საკუთარ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. 10 ივლისისთვის ცნობილი იყო, რომ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმის გამო რუსეთში ბენზინის წარმოება 65%-მდე შემცირდა. მთელი რუსეთის ფედერაციის მოსახლეობა კი საწვავის უზარმაზარ რიგებში აღმოჩნდა. საბოლოოდ რუსეთმა ყაზახეთისგან და ინდოეთისგან შეიძინა საწვავი. რუსეთის ნავთობ კრიზისზე ცალკე ვიდეოც მაქვს, შეგიძლიათ ნახოთ. გამონაკლისი არც ოკუპირებული აფხაზეთი იყო, რომელიც რა თქმა უნდა რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელი საწარმოებისგან მარაგდება. შეიძლება აბსოლუტურ ნულამდე არც დავიდა საწვავი, მაგრამ რუსეთისგან მიწოდება მნიშვნელოვნად შეიზღუდა. როგორც სპუტნიკ აფხაზია წერს, 15 ივლისიდან 10 აგვისტოს პერიოდში 2300 ტონა ბენზინი შევიდა. დაწესდა 20 ლიტრიანი ლიმიტიც. წავიდოდა თუ არა საწვავი ფრონტის რომელიმე მიმართულებაზე, როგორც ამას ზოგიერთი ტელევიზია აცხადებდა. ნაკლებ სავარაუდოსა და გამორიცხულია შორის მერყეობს პასუხი. ჯერ ერთი, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ სამხედრო ტექნიკის უზარმაზარი ნაწილი მუშაობს მხოლოდ დიზელზე ან კიდევ უფრო მძიმე საწვავზე, ვიდრე ბენზინზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთში შეიტანა. მეორე. შეიძლება რუსეთს ნავთობ ინფრასტრუქტურა დაუზიანდა და გაუნადგურდა, მაგრამ შეიძლება ვინმე დაუშვას ის, რომ რუსული არმიის საწვავის მომარაგება მათ შორის გათვლილი იქნებოდა საქართველოსთან შეტანილ 300 ტონა ბენზინზე. კრემლში ხედავ პუტინი და ბელოუსოვი და პუტინი ამბობს: Индия 40 тысяч тонн, Казахстан 25 тысяч тонн, Арвеладзе 300 тонн. რუსეთისთვის ეს ომი არის ყველაზე მაღალ პრიორიტეტული. ამიტომ ფრონტის მომარაგებაზე ნავთობ გადამამუშავებელი ტერმინალების დაბომბვას არსებითი გავლენა არ მოუხდენია. ასეთი რისკების გადაზღვა და საპასუხო ნაბიჯები ყოველთვის წინასწარ არის გათვლილი. რუსეთიც და უკრაინაც ნავთობ ინფრასტრუქტურას პირველ რიგში მოსახლეობაში დისკომფორტის გაზრდისთვის ანადგურებენ. სხვათა შორის ეს 300 და 3000 ტონაც გაურკვეველი დარჩა. კომპანიის მფლობელი ამბობს, რომ 300 ტონა საწვავი შეიტანეს, ხოლო ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი კი 3000 ტონაზე წერს. ასეთ მგრძნობიარე თემაზე 10 ჯერ ნაკლები და 10 ჯერ მეტი რომ ვერ განუსაზღვრავთ, ესეც არ არის ჯანსაღი კომუნიკაცია. ახლა კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საუბარი მინდა. ზოგადად ხომ იცით, საქართველოში გვიყვარს თავის დაბრმავება რაღაცებზე. უпростоრად მოდი ასე ვიტყვი, რომ ჩვენ ერთმანეთს რაც შეიძლება ხშირად უნდა უმეოროთ, რომ იქნება ეს მსოფლიო პოლიტიკა თუ რეგიონალური პოლიტიკა, ყველაფერს განსაზღვრავს ინტერესები. მიდგომა მე შენი მეგობარი ვარ და ცუც არაფერს ვიკადრებ, გრძელდება მხოლოდ იქამდე, სანამ არ გამოიკვეთება კონკრეტული ინტერესები.
დიდი ხანია რუსეთის შემდეგ აფხაზეთში თავის გავლენას ამკვიდრებს და აძლიერებს თურქეთი. 2024 წლის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში თურქეთის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ადგურ არძიმბამ კინაღამ გაიმარჯვა. თურქეთი ოკუპირებულ აფხაზეთის გავლენაზე ამბიციას კი არა, პრეტენზიას აცხადებს და ცდილობს, რომ საცეცები ღრმად გაიდგას. ისე ვერა, როგორც რუსეთი, მაგრამ ცდას არ აკლებს. საბოლოოდ არძიმბა მეორე ტურში ამჟამინდელ ბრჭყალებში პრეზიდენტთან ბადრა გუმბასთან დამარცხდა. ამაზეც თავის დროზე მქონდა ვიდეო და შეგიძლიათ ნახოთ. უკრაინაში ცხვირის წადეხვის შემდეგ ყველა იმ რეგიონში, სადაც რუსეთს ძალები ჰქონდა მოკრებილი, სწრაფ რეგრესს განიცდის. ვენესუელაში კრახი განიცადა, სირიაში კრახი განიცადა, სამხრეთ კავკასიაში კრახი განიცადა. მისი სისუსტით სარგებლობენ სხვა მოთამაშეები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი გავლენები ჩაანაცვლონ რუსულით. ჩვენს რეგიონში ეს არის თურქეთი. აფხაზეთის საწვავის დებიციტი თურქეთისთვის ეკონომიკური გავლენის მორიგ და ბევრად ფართო შესაძლებლობას ნიშნავდა. ის რომ თურქეთთან პოტენციურ თანამშრომლობას თავად ოკუპირებული აფხაზეთი განიხილავდა, ბადრა გუმბას განცხადებითაც მტკიცდება. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ამბობდა, რომ განიხილებოდა სხვა ქვეყნებიდან ზღვით შეტანა. შავ ზღვაში ერთადერთი ისეთი ქვეყანა, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთს მიაწვდიდა საწვავს, მხოლოდ თურქეთი იყო. რატომ ან რა უფლებით უნდა შეიტანოს თურქეთმა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი თან ჩვენი ავლით? ეს ერთი საკითხია და კინაღამ რომ თავის კაცი გააპრეზიდენტა, ეს საერთოდ მეორე. ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ ვარიანტში თურქეთი თავის გავლენებს აფართოებს. მეცაც გეტყვით. აგვისტოს დასაწყისში თურქეთის პარლამენტში 10-მა ოპოზიციურმა პარტიამ თურქეთის მთავრობას მიმართა ინიციატივით, რომ აღიარონ აფხაზური პასპორტებით და მასთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა დაიწყონ. ინიციატივის ტექსტში ნათქვამი იყო, რომ თურქეთსა და აფხაზეთს ისტორიული, მონათესავე და საზოგადოებრივი ურთიერთობები აკავშირებთ, ხოლო აფხაზეთი მოხსენიებული იყო როგორც თურქეთის მეზობელი შავ ზღვის რეგიონში. ინიციატივაში უფრო მკაცრი და კატეგორიული იდეებიც იყო განხილული, მაგრამ ამ ეპიზოდში ყველაფრის მოყოლას აზრი არ აქვს. ოფიციალური ანკარა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ თავის გავლენებზე იმუშაოს. აფხაზეთში ამ ინიციატივაზე მოსაზრებები ორად გაიყო. ნაწილი აღფრთოვანდა და იმედი მიეცათ, რომ საერთაშორისო იზოლაცია შეიძლება გაირღვეს, ხოლო ნაწილი უფრო თავშეკავებული აღმოჩნდა, იმიტომ რომ რუსეთის რეაქციის შეეშინდათ. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს ინტერესში, როგორც არ არის რუსეთის მიერ აფხაზეთის კონტროლი, ისევე არ უნდა იყოს თურქეთის მზარდი გავლენები, რადგან საბოლოოდ ორივე სცენარი ჩვენთვის არის დამაზიანებელი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საწვავის შეტანაზე რამდენიმე მოსაზრება მაქვს, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ. მე არ ვფიქრობ, რომ მთავრობა იმდენად წინდახედული და ფრთხილი არის, რომ თვითონ მოიფიქრეს რაღა თურქეთმა შეიტანოს, მოდი ჩვენ თვითონ შევიტანოთ ბენზინიო. სავარაუდოდ ამ შემთხვევაში მართლა კერძო სექტორის ინიციატივა იყო, რომელიც იქაურ რეალობას თან კარგად იცნობს. ამ თავად არ ველაძე ამბობს, რომ ჩავდივარ და ვიცი ადგილზე რაც ხდებაო. მე მინდა მჯეროდეს, რომ ეს ასია. მეორე ვარიანტი უფრო ბანალურია. უბრალოდ კერძო ბიზნესმა სიტუაციით ისარგებლა და დამატებითი რეალიზაციის წყარო იპოვა. ვიღაცისთვის შეიძლება ეს უფრო რეალურია. მე მინდა პირველის მჯეროდეს, რომ არსებობენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბიზნესმენებიც, რომელიც სასიკეთო საქმეების კეთებაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე მხოლოდ ჯიბის გასხელებაზე. ისევ და ისევ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ და ამაზე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. ახლა რაც შეეხება მთავრობას. მთავრობა ჯანდაბას შეიძლება ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ვალდებულად თავს არ თვლის რამე ახსნას, მაგრამ დიდად არ საკუთარ ამომრჩეველს უხსნის საერთოდ რამეს. ესენიც ისე მიყვებიან ნაცების აკრძალვის დაპირებასავით. ყოველ არჩევნებზე აჯერებენ, რომ აი მოვიდა ის დრო, რომ უნდა აუკრძალოთ. მოვიდა დრო ახალი მეტროები ავაშენოთ. მოვიდა დრო საქალაქთა შორისო სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყოს და ასე შემდეგ. არჩევნებიდან არჩევნებამდე მშვენივრად გადიან ფონს. ეს თვითონ ქართული ოცნების ამომრჩევლის ბრალია, რომელიც ასე ბრმად მიყვება პარტიას და მის დაპირებებს და არასდროს ზედმეტ კითხვებს არ სვამს. რატომ არ სრულდება ერთი და იგივე გაცემული პირობა ყოველი არჩევნების წინ, რატომ არ ხდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს პირობები რეალობად იქცეს. შესაბამისად, მთავრობაც თვლის, რომ არ ვართ ანგარიშვალდებული ამათ რამე აუხსნათ, იმიტომ რომ მაინც დავაჯერებთ, რაც არ უნდა უთხრათო. პრობლემა იმაშია, რომ მოსახლეობა ბევრ რამეს პოსტფაქტუმ ვიგებთ. ადეკვატური საუბარი მთავრობასა და საზოგადოებას შორის მინიმუმამდეა დასული. ხომ შეიძლება საჭიროდ თვლიდნენ, რომ სანამ რაღაც კანონს მიიღებენ, სანამ რაღაც რეფორმას ჩაატარებენ, უბრალოდ საზოგადოებას აუხსნან, რატომ აკეთებენ ამას. აი მაგალითად თქვან, რომ ამა და ამ პრობლემის გამო, ამა და ამ გამოწვევის გამო ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესა და ეს კანონი არის მისაღები, ან ესა და ეს რეფორმა არის გასატარებელი. და ახლა მე არ გულისხმობ რაღაც ფასადურ პრეზენტაციებს,
ეკონომიკის აყვავების 5-წლიანი გეგმა, განათლების წინწაწევის 3-წლიანი გეგმა და ასე შემდეგ. არა, მე ვსაუბრობ რეალურ ხელჩასაჭირ პრობლემებზე. ისე სხვათა შორის ბოლო რაც მე მახსენდება, რაც ასე გააკეთეს, იყო ფასების ამბავი, რომელიც ისედაც წარუმატებლად დასრულდა. ან ფასები არ შემცირდა, ეს ხომ ფაქტი არის. ნებისმიერი პარტიის ამომრჩეველი, მათ შორის მთავრობის, ალბათ იმას თანხმდება, რომ ის რეფორმა ჩავარდა. მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ რაღაც სასიამოვნო იყო, როცა რაღაც ფორმა გაჩნდა, სადაც პრემიერი გამოდიოდა, აღიარებდა მაინც რომ არის ეს პრობლემა და სხვა ქვეყნებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებთან შედარებითაც ჩვენთან რაღაც პროდუქტები არის გაძვირებული და არ მალავდა იმას, რომ ეს პრობლემა არსებობდა. რაღაც სახე ქონდა ამ დისკუსიას და იმას ხომ მაინც ჯობდა, რომ რაღაც ისეც გააკეთებენ, რის შესახებ მე 3-4 კვირის შემდეგ ვიგებ ჩვენ საზოგადოება. ახლაც მასე მოხდა. ნიუსები იწყებოდა, რომ ირაკლი კობახიძემ დაადასტურა შეტანის ფაქტიო. მე და დარწმუნებული ვარ თქვენს უმრავლესობას, ხომ გაუჩნდა შეკითხვა, რომ თუნდაც ეს ბენზინის შეტანა სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოდეს. ან უარეს შემთხვევაში კერძო ბიზნესის ჯიბეს. ამ ორიდან რომელიმე ერთი მაინც რომ იყოს სიმართლე. ფაქტი, როგორც დახმარება ოკუპირებული აფხაზეთისთვის, ხო შედგა. არ ქონდათ საწვავი, ჰაერში იყვნენ დარჩენილი და 2 წუთით რომ დავაიგნოროთ ბენზინის შეტანის ინტერესი, ან კერძო ბიზნესის ინტერესი. ობიექტურად ხომ გამოდის ისე, რომ არ ქონდათ ჩვენ მივეცით და პლუს-მინუს იგივე ტარიფში გაყიდეს, რაშიც აქამდე ყიდნენ. ანუ ობიექტურად დავეხმარეთ, ხო ასეა. თქვენ ვინმემ აფხაზური მხარისგან თუ გაიგეთ ამ ჟესტის, ამ აქტის დაფასება, ან მადლობის მოხდა, ასე საჯაროდ რომელიმეს ეთქვას, რომ არ ქონდა და აგერ საქართველომ გამოგვიწოდა დახმარების ხელი და მადლობა გადაიხადეს. შეიძლება სადღაც 1-2 კომენტარი ან 1-2 ვიდეო ჩაიწერა, მაგრამ როგორც საქართველოს უშუალო წილი ამ პრობლემის მოგვარებაში სადმე გაჟღერდა და სახელმწიფო ამ ამბავში დაფასდა, მე მაგალითად არ მახსენდება. მე თუ ხელისუფლებასთან მინჩდება შეკითხვები, ხო? რატომ ხდება ასე? ან შეკითხვებსაც თავი დავანებოთ, უბრალოდ აზრები გავცვალოთ. თქვენ რას ფიქრობთ, ამ შემთხვევაში ხელისუფლებაზეა საუბარი, თქვენ რას ფიქრობთ, რომ დახმარებაზე ჩვენ მივიღეთ უპატივცემლობა, დაუფასებლობა, დაუნახაობა და ასე შემდეგ. ხო შეიძლება რაღაც ჯანსაღი ფორმატი არსებობდეს, სადაც ხელისუფლება თავს ვალდებულად ჩათვლის, რაღაცებზე გვესაუბროს და ეს კომუნიკაცია შედგეს და უბრალოდ ის მაინც გავიგოთ თვითონ რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ რაღაც ჯანსაღი სისტემა და ფორმატი არსებობდეს, ჩვენ ვიღებთ დამცინავ და რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფელ ტონს. ისევ და ისევ, რა იონათამიშვილის სტატუსის პირველი აბზაცი არის, ერთი დიდი ლანძღვა, აი მე წავიკითხავ, შეგიძლიათ თქვენს სტატუსს უყუროთ. გუშინდელმა დღემ და ჩვენ ქვეყანაში მოქმედმა რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულმა თავდასხმამ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის მცდელობაზე, მათ მიერ მოწყობილმა ისტერიკამ, შერიგების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თუ საქართველოს პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტიკურ ტურბულენციაში დარჩება. როგორც ოპოზიცია ვერ ხედავს ამომრჩევლის უზარმაზარ ნაწილს, რომელიც ბაბლს მიღმა არსებობს, ისე ხდება ნელ-ნელა უკვე ქართული ოცნებისთვისაც. ყველა არ ფიქრობთ, რომ საწვავის შეტანით ჩვენ ვამარაგებთ რუსეთის არმიას, ან რუსეთის სამხრეთ რეგიონებს. არც ურთიერთობების დათბობის და ემოციური გაციების წინააღმდეგი ვართ, მაგრამ როცა ეს სურვილი არის ორმხრივი, ან რაღაც წინაპირობა მაინც ჩანს, რომ გახდება ორმხრივი. ძალიან გვაკლია ჩვენ პროცესების და საუბრის სიჯანსაღი. რთულია ამ რეალობის შეცვლა. მაგრამ თუ ყველას რადიკალური ოპოზიცია უნდა ეძახოთ და კითხვებს ისტერიკა, მაშინ გარანტირებულად არც არაფერი შეიცვლება და არც პროცესები გაჯანსაღდება. სანამ კიდევ ერთ სერიოზულ თემაზე გადავალთ, პატარა მსუბუქი ამბავი განვიხილოთ. ჩვენი ჩრდილო მეზობლის მილიონერებმა სანქციების არიდებისა და ევროპაში გადაადგილების კიდევ ერთი მექანიზმი გამონახეს. როგორც რუსული მედია ბაზა წერს, რუსი მილიონერი ბიზნესმენები LGBT ქორწინებაში შედიან და ამით საბერძნეთის ბინადრობის უფლებას დაბალი ფასით ყიდულობენ. რუსებმა ოქროს ვიზის სქემა მარტივად აითვისეს. ერთი რუსი ბიზნესმენი ყიდულობს უძრავ ქონებას საბერძნეთში, ხოლო მეორე რუსი ბიზნესმენი მასთან ერთნაირ სქესიან ფიქტიურ ქორწინებაში შედის და ჰომოსექსუალ წყვილს აძლევენ საბერძნეთის ბინადრობის უფლებას. და თან ეს ყველაფერი სულ რაღაც 125,000 ევრო უჯდებათ. საბერძნეთის ბინადრობა პირს აძლევს უფლებას იცხოვროს და უვიზოდ იმოგზაუროს შენგენის ზონაში. ასევე ადგილობრივ ბანკებში გახსნას ანგარიშები. მთავარი პირობა არის ის, რომ წყვილიდან ერთს მაინც ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა.
გარდა ამისა, ეს იძლევა ფულის დაზოგვის საშუალებასაც. ბიზნესმენების მასიური ერთსქესიანთა ქორწინებები ეწინააღმდეგება დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროპელები სულ უფრო ხშირად გადადიან საცხოვრებლად რუსეთში. სპიკერი რუსეთში გადაცხოვრების მთავარ მიზეზად ასახელებს უსაფრთხოებას, უფასო მედიცინასა და განათლებას, სიტყვის თავისუფლებას და LGBT ფასეულობების პროპაგანდის არარსებობას. როგორც ჩანს, რუსი ბიზნესმენები სამშობლოში ყველაფრით კმაყოფილი არიან, გარდა LGBT უფლებების სიმცირის, ამიტომ მიაშურეს საბერძნეთს. ისე რუს ბიზნესმენებსაც რომ თავი დავანებოთ, საბერძნეთის გადაწყვეტილება რომ თუ ადამიანები ერთნაირ სქესიანთა ქორწინებაში შევლენ, ვიზაზე ან ბინადრობაზე წახალისებას მიიღებენ, ესეც ცალკე სიგიჟეა. უკრაინულ პოლიტიკურ ველზე ისევ შეინიშნება ტურბულენტობა. ნაბუკი სულ უფრო უახლოვდება ვოლოდიმირ ზელენსკის. თან ისე ხდება, რომ ამ მოვლენების პარალელურად ყოველთვის შემთხვევით ან სპეციალურად სხვა პოლიტიკოსები სერიოზულ განცხადებებს აკეთებენ. უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, იგივე ნაბუმ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის თანამშრომლები კორუფციულ სქემაში ამხილა. საუბარია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ირინა მუდრაიას მონაწილეობაზე. ანტიკორუფციულმა ბიურომ ოპერაცია ფორესტ გამპის ფარგლებში მასშტაბური რეიდერული სქემა გამოააშკარავა. გამოძიების მიხედვით მონაწილეებმა უკანონოდ ჩაიგდეს ხელში სხვადასხვა დაწესებულებების აქტივები, რომელთა ღირებულება 258 მილიონ გრივნას აღემატება. ასევე ცდილობენ კიევში 207 მილიონი გრივნის ღირებულების, ხოლო ქალაქის ცენტრში 500 მილიონ გრივნაზე უძრავი ქონების კონტროლს. სქემის დაფინანსებაში მინიმუმ 514,000 დოლარი იყო მიმართული. მის რეალიზაციაში მონაწილეობდნენ ყოფილი დეპუტატები, პრეზიდენტის ოფისის თანამშრომლები, მოსამართლეები და ჰაკერები. ეს ხალხი ერთობლივი ძალისხმევით ყალბ დოკუმენტებს აკეთებდა. აყალბებდა სასამართლო გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო რეესტრში манипуლირებდა, ფეიქ ვალებს ქმნიდნენ და იუსტიციის სამინისტროში საჩივრების განხილვაზე გავლენა ჰქონდათ. ზელენსკიმ ირინა მუდრაია გაანთავისუფლა და განაცხადა, რომ თავადაც გამოძიების შედეგების დროს გაიგო სქემის შესახებ. ამ ამბებამდე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოწოდებას აკეთებდა. მისი თქმით, დემოკრატია არ უნდა გახდეს რუსეთის ტყვე. ფედოროვის განცხადებას უпростоრედ კი ინიციატივას, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს, გამოეხმაურა ზელენსკი და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარება სახელმწიფოსთვის იქნება ცუნამი. მოდით, ცოტახანი ვისაუბროთ, ვინ არის ფედოროვი და შეგვიძლია თუ არა მოვიაზროთ ზელენსკის მორიგ კონკურენტად. ის არის ახალგაზრდა IT ბიზნესმენი. მას შემდეგ, რაც ზელენსკი გახდა პრეზიდენტი, ჯერ პრეზიდენტის მრჩეველი იყო ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, შემდეგ კი გაციფრულების მინისტრი გახდა და საკმაოდ წარმატებული რეფორმები ჰქონდა. ყველაზე ხელჩასაჭირი პროექტი იყო დია, რომელიც საშუალებას იძლეოდა, რომ სახლიდან გაუსვლელად ადმინისტრაციული სერვისები მიეღო ადამიანს პირდაპირ ტელეფონიდან. ომის დაწყებიდან კი ნელ-ნელა სამხედრო სფეროში გადაინაცვლა. 2026 წელს თავდაცვის მინისტრი გახდა. მისი თქმით, თვეში 50,000 რუსი ოკუპანტი უნდა მოეყლა უკრაინას, რომ რუსეთისთვის ომის გაგრძელება მომგებიანი აღარ ყოფილიყო. ასევე დღეს, რასაც ხედავთ ჩვენ რუსეთის სიღრმეებში იერიშების მიტანას, ერთ-ერთი ვინც იყო ამ იდეის ინიციატორი, გახდათ ფედოროვი. თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა, რომ უკრაინაში აქამდე უკვე მოუხსნიათ ფედოროვზე არანაკლებ პოპულარული პირები, მაგალითად ზალუჟნი, მაგრამ ასეთი მასშტაბის აქციები და გამოსვლები სხვისი მოხსნის დროს არ ყოფილა. რატომ მოხდა ასე? პირველ რიგში იმიტომ, რომ ფედოროვი ახალგაზრდებში ძალიან პოპულარული არის. ის სერიოზული ლიდერი და ვიზიონერი არის და ახალგაზრდებს მისი იდეები ყოველთვის მოსწონდათ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ის იყო, რომ ფედოროვი ამბობდა, შეუძლებელია უკრაინამ რუსეთს პირადი შემადგენლობის რაოდენობით აჯობოს. ამიტომ უნდა ვეძებოთ ის სხვა უპირატესობები, რაც გაგვაჩნია, მაგალითად ინტელექტუალური რესურსები. ფედოროვი ამბობდა, რომ დრონების და მაღალტექნოლოგიური იარაღის ხარჯზე შესაძლებელი არის ეს ადამიანურ რესურსში რა სხვაობაც აქვს ორივე მხარეს ის დაბალანსდეს უკრაინის სასარგებლოდ. ამ იდეებმა ყოფილ თავდაცვის მინისტრს პოპულარობა მოუტანა. მხოლოდ სიტყვები კი არა, საქმითაც დაამტკიცა დრონების ეფექტიანობა, მით უმეტეს რუსეთის ტერიტორიაზე. მის მიმართვაში მხოლოდ არჩევნების ინიციატივა არ იყო. ის საუბრობდა სხვა პრობლემებზეც, მაგალითად იმაზე, რომ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმზე მაღლა დგას ლოიალურობა, ასევე კორუფციაზე და სხვადასხვა დანაშაულებზე. და ამ სისტემის განახლების ერთადერთ გზად ის ხედავს არჩევნებს. რადამ უკრაინის თავდაცვის მინისტრად ევგენი ხმარა დაამტკიცა. ხმარად საკმაოდ ისეთი ტიპია, რომელიც ტექნოლოგიურ წიაღშია მოხარშული და უკრაინის შორსმოქმედ ოპერაციებში მონაწილეობდა. ზელენსკი ცდილობს, რომ მაქსიმალურად აპოლიტიკური პირებით დააკომპლექტოს სამხედრო მაღალჩინოსნები, იმიტომ რომ პოპულარობის დროს მან არ გაუჩნდეთ პოლიტიკური ამბიციები. ევგენი ხმარას
ასეთ ლიდერად მოიაზრებს. რომ დაუბრუნდეთ იმას, რითიც დავიწყეთ. ოპერაცია Forest Gump-ი დიდი და რთული სქემაა, სადაც რამდენიმე მიმართულებაა. უძრავი ქონების მაქინაციის გარდა, როგორ და რას კემით ხდებოდა მათთვის საჭირო ადამიანზე სასამართლოში გირაოს გადახდა, რომელ ფინანსურ სტრუქტურებს და კომპანიებს იყენებდნენ და ასე შემდეგ. თავარი აქ არის ის, რომ ნაბუ სულ უფრო უახლოვდება ზელენსკის და თითქოს ბერკეტი აქვს, როცა მოვლენები შიდა ველზე ირევა, ნაბუც მორი გამოძიებას არ აგვიანებს. თითქოს ისე გამოიყურება სიტუაცია, რომ ზელენსკის ხალხში აქვს ორი იმიჯი. პირველი იმიჯი ეს არის ის, რომ რუსეთისგან აქტიურად იცავს უკრაინას, უბრალოდ ცდილობს რომ დაიცვას, საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებულად წარადგენს ქვეყანას, თითქმის ყოველთვის სასურველ შეიარაღებას და ტექნიკას, რამდენადაც შესაძლებელი არის, ყოველთვის იღებს და ომის ვითარებაში არის რა თქმა უნდა იდეალური არა, მაგრამ ოპტიმალური. მეორე იმიჯი კი უფრო ბნელია. კორუმპირებული წრე ყავს, სულ რომ უდანაშაულო იყოს. ეს წრე მის ავტორიტეტს სვრის და აბინძურებს. აგვისტომდე ჩატარებულ კვლევაში ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტის სტატუსს ინარჩუნებდა. შემდეგ მოდიოდნენ ზალუჟნი, ბუდანოვი და ფედოროვი. პირველ ტურში მოქმედი პრეზიდენტი მოიგებდა მინიმალური სხვაობით. მეორე ტურში კი ვინც არ უნდა გასულიყო ზელენსკის წინააღმდეგ, ეს იქნებოდა ბუდანოვი, ზალუჟნი თუ ფედოროვი, აბსოლუტურად ყველასთან მარცხდებოდა. პრობლემები აქვს უშუალოდ იმ კვლევებში, სადაც მოსახლეობას ნდობის დონის შესახებ ეკითხებიან. ზელენსკის ენდობა გამოკითხულდა 61%, ზალუჟნის 73%, რობერტ ბროუდის და კირილ ბუდანოს 70%. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს არის წინასაარჩევნო მონაცემები. საქმეზე რომ იდგება და თუ არჩევნები ჩატარდება, მე რთული იქნება პროგნოზირება. აქედან რა აღმოჩნდება რეალობა და რა სიცრუე, მხოლოდ შედეგები გვაჩვენებს. ერთადერთი რისი თქმაც აქ შემიძლია არის ის, რომ უკრაინაში ახლა მართლა რთული იქნება არჩევნების ჩატარება. იმიტომ რომ დიდი ნაწილი არის ქვეყნიდან წასული, უზარმაზარი გადინება მოხდა, სამხედროები არიან წინა ხაზზე, რთული იქნება ამ ყველაფრის ორგანიზება და რაც მთავარია არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა და არც ტექნიკური რესურსი. ასეთი გამოვიდა ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი. შემდეგი ვიდეო იქნება სავარაუდოდ ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციულ სკანდალებზე და ამ ამბებზე, რაც მის გარშემო ხდება ამ ეტაპზე. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ხოლო ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გახდეთ ფასიანი გამომწერი პატრეონზე. ამით არხის განვითარებაში შეგაქვთ უზარმაზარი წვლილი. დროებით.